მე ვარ ცარიელაშვილი ზინიკო, გავიარე 3 თვიანი მომზადების კურსი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროფესიით ვარ პედაგოგი და ვფიქრობ, რომ ეს კურსი ჩემს სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი არის. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აი ამისი ცოდნა გვეხმარება იმაში, რომ მაგალითად შევქმნათ მრავალფეროვანი სასწავლო მასალები, თუნდაც გავამრავალფეროვნოთ ეს სწავლების პროცესი, რაც საკმაოდ შედეგიანი იქნება და ვფიქრობ, რომ ბევრს აინტერესებს. ხელოვნური ინტელექტი მართლაც ევლისი სწრაფით ვითარდება და კონკრეტულად ჩემს სფეროზე მინდა ვთქვა, რომ აი ამ მხრივ ხელოვნური ინტელექტის წვლილი ძალიან დიდი არის და უფრო და უფრო გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ მას შეუძლია განათლების მიღების პროცესი, როგორც მასწავლებლისთვის, უშუალოდ გადაცემა ხო ეს განათლების, რაც არის მოსწავლეებისთვის და მათთვისაც ასევე გაამრავალფეროვნებს ამ ყველაფერს და დროის კუთხით ძალიან დაეხმარება პედაგოგებს, იმიტომ რომ ასე უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, პედაგოგს აღარ მოუწევს მაგალითად საათობით იჯდეს და ასწოროს მოსწავლის ნამუშევრები, ასევე სასწავლო მასალების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი სასწავლო მასალები შეგვიძლია შევქმნათ. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელს თუ რაიმე წიგნი გამოვა მიმართულებით, შემდეგ წელს უკვე ძველი არის ხოლმე. ასე რომ ესე მუდმივად განახლებადი სასწავლო რესურსები მასწავლებლისთვისაც ძალიან კარგი იქნება და ნუ მოსწავლეებისთვისაც თავისთავად. სპეციალური საიტი არის რაღაც სადაც არის აი უამრავი თული, უამრავი ხელსაწყო უბრალოდ დაუჭიქით. თვითონ ტრენინგებს რაც შეეხება, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, რადგანაც ეს არ იყო მხოლოდ თეორიული კუთხით, პრაქტიკული გაკვეთილებიც გვქონდა ხოლმე. აი ამ თემებზე ასევე ჩავატარეთ კონფერენცია, რაც ერთგვარი შეჯამება იყო იმ ყველაფრის, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვისწავლეთ. პრაქტიკულ ნაწილს რაც შეეხება, ძალიან შედეგიანი იყო, იმიტომ რომ ერთია რომ გაქვს თეორიული ცოდნა, მაგრამ შემდეგ უშუალოდ პრაქტიკაში როგორ გადაიტანო ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ადამიანური ენით როგორ გიხსნიან ამ ყველაფერს და როგორ აკეთებ, კიდევ უკვე სხვა არის და სხვა გამოცდილება, ასე რომ საკმაოდ შედეგიანი და კარგი იყო, მინდა ეს ვთქვა. ზოგადად აი ეს პლატფორმის მოხმოვიდა გავაკეთო, სანამ უშუალოდ კონსპექციებს მოვიდა. ანუ ზოგადად რა არის ეიჯენი? ეიჯენი არის ხელოვნური ინტელექტის შექმნილი პლატფორმა, როგორც ვაღვნიშნე, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სულ რამდენიმე წუთში ნებისმიერი ტიპის, ვიზუალის თუ შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა შექმნას. ჩატარდა კონფერენცია, სადაც თითოეულ მონაწილეს წარმოდგენილი ჰქონდა ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა საშუალებები და პლატფორმები. უშუალოდ ჩემი კონფერენცია რასაც ეხებოდა, ეს იყო ერთ-ერთი პლატფორმა HeyGeni, რომელიც ძირითადად ვიდეოების გენერირებაზე და ფოტოების გენერირებაზე არის ფოკუსირებული, სადაც დამსწრე საზოგადოებას ვუჩვენეთ უშუალოდ ეს რაზე არის აგებული, ერისთვის გამოიყენება და პრაქტიკული ნაწილიც ვაჩვენეთ, რაც შემოზეთ საინტერესო უნდა ყოფილიყო. კონფერენციის გარდა ამ პროექტს ჩაუღნიშნავდი იმას, რომ მონაწილეებს საშუალება გქონდა მაგალითად მოგვერგო წამყვანების როლი, რაც ზოგიერთი ჩვენგანისთვის სრულიად ახალი იყო. და ამ მხრივ გამოცდილება საკმაოდ საინტერესო იყო ჩვენთვის. აი იმ მიმართულებით, რომ მიიღონ ცოდნა, თუნდაც სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩემ აზრით, კარგი იქნება გარკვეული ცოდნა გქონდეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება რაიმე გარკვეული ოპერაციების შესრულება გაუადვილოს ამ ყველაფერმა. ამასთანავე, როგორც ვთქვი, ანუ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის დროის ფაქტორი. თუ კი შეუძლია მაგალითად რომ ხელოვნური ინტელექტს რაღაცაში მოგეხმაროს და შენი დრო დაზოგოს, შენ შეგიძლია ეს დრო სხვა უფრო შემოქმედებით რამეს მოახმარო და უფრო მეტად განვითარდე მაგალითად იმ პროფესიაში ან სფეროში, სადაც ხარ, რატომაც არა.